კნაუფის ასაწყობი თაბაშირმუყაოს ტიხრების სისტემები გამოიყენება როგორც შიდა გადაყობრის კონსტრუქციები ნესტიან, ნორმალურ და მშრალი ტენიანობის პირობებში. ყველა დონის ცეცხლნედეგობის საცხოვრებელ, საჯარო და საწარმოო შენობებში, ნებისმიერ რაიონებში, მათ შორის სეისმურ ზონებში. ტიხარი C112 შედგება ლითონის ერთმაგი კარკასისაგან, თაბაშირმუყაოს ფილების ორფენიანი შემოსვით. ტიხრის დამონტაჟება ხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოების დროს, სუფთა იატაკების მოწყობამდე, როდესაც წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო, ასევე ელექტროტექნიკური და სანტექნიკური სისტემების დამონტაჟებაც დამთავრებულია. გამოიყენება მშრალ, ნორმალურ და ტენიან კლიმატურ პირობებში. ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ +10 გრადუსი ცელსიუსისა. დამონტაჟება იწყება ტიხრის საპროექტო ადგილმდებარეობის მონიშნიდან, ლაზერული თარაზოს და მოსანიშნის ზონარის მეშვეობით იატაკზე, ჭერზე და ძირითად კედლებზე. იატაკზე ინიშნება დგარი პროფილებისა და კარის ღიობის დგარების განთავსების ადგილები. მიმმართველი პროფილები იჭრება საჭირო ზომაზე სპეციალური რკინის ელექტროან ხელით საჭრელი მაკრატლით. კონსტრუქციის ბგერად შეუღწევადობის მახასიათებლების გასაუმჯობესებლად მიმართულ პროფილებზე იწებება შესაბამისი განის მამჭიდროებელი ლენტი. 35 მმ სიგრძის და 5 მმ დიამეტრის დუბელების მეშვეობით მიმმართველი პროფილები მაგრდება იატაკზე. დამაგრების წერტილებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს, მაგრამ თითო პროფილზე უნდა იყოს არანაკლებ 3 დამაგრების წერტილისა. ამდაგორად მიმმართველი პროფილები მაგრდება ჭერზეც. შემდეგ მეტროსტატის ან სხვა განზომი მოწყობილობის მეშვეობით ვადგენთ დგარი პროფილების სიმაღლეს. ვახორციელებთ პროფილების საჭირო ზომაზე დაჭრას. მათი სიგრძე უნდა იყოს ჭერის სიმაღლეზე 10 მმ-ით ნაკლები. სეისმურ პირობებში კი 20 მმ-ით ნაკლები. კედლებზე მისაბჯენ დგარ პროფილებზე ვაწებებთ მამჭიდროებელ ლენტს. კედლებზე მიბჯენილი დგარი პროფილები თაბაშირმუყაოს კედლებზე მაგრდება თვითმჭრელი შურუფებით, ხოლო აგურის და ბეტონის კედლებზე 35 მმ-იანი სიგრძის და 5 მმ-იანი დიამეტრის დუბელების მეშვეობით. დამაგრების ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს, მაგრამ თითო პროფილზე უნდა იყოს არანაკლებ 3 დამაგრების წერტილისა. თუ კარის ფრთის კონსტრუქციის წონა არ აღემატება 30 კილოგრამს, ჩარჩოს ორივე მხრიდან ვამონტაჟებთ დგარ პროფილებს, რომელიც ერთმანეთზე ჩამოცმით მზადდება. მიმმართელ პროფილებში დავაყენოთ დგარი პროფილები და დავამაგროთ ისინი 9 მმ სიგრძისა და 3,5 მმ დიამეტრის თვითმჭრელი შურუფების მეშვეობით. გამოვჭრათ მიმმართველი პროფილისაგან ჰორიზონტალური შესაკრავი და დავამაგროთ იგი 9 მმ სიგრძისა და 3,5 მმ დიამეტრის თვითმჭრელი შურუფების მეშვეობით. თუ თაბაშირმუყაოს ფილა მთლიანად ფარავს კარის ჩარჩოს, ღიობის თავზე დავამაგროთ 1 დგარი პროფილი. სხვა შემთხვევებში მაგრდება 2 დგარი პროფილი. დგარები დავამაგროთ მიმართულ პროფილებზე გაკვეთის მეთოდით. მათზე უნდა განლაგდეს მომიჯნავე თაბაშირმუყაოს ფილების პირაპირი. ჩავაყენოთ დგარი პროფილების მიმართულ პროფილებში სასურველი საპროექტო ბიჯი 600 მმ. დგარი და მიმართველი პროფილების შეერთება ხდება გაკვეთის მეთოდით. დგარი პროფილების დამონტაჟება უნდა მოხდეს ისეთნაირად, რომ მათში არსებული კომუნიკაციების გასატარებელი ხვრელები განლაგდეს პროექტის შესაბამისად ერთ დონეზე, ხოლო პროფილების საზურგეები მოქცეული იყოს ერთი და იგივე მხარეს. ლითონის კარკასზე დამაგრების დროს ფილის სიმაღლე უნდა იყოს 10 მმ-ით ნაკლები ოთახის სიმაღლეზე. ფილის გამოჭრის საჭიროების დროს სპეციალური დანით კეთდება მუყაოს ზედაპირის და თაბაშირის გულარის ნაწილის ჩანაჭერი. შემდეგ უნდა გადავტეხოთ იგი ჩანაჭერის ადგილზე და გავჭრათ მისი მეორე მხარე. საჩორტნი შალაშინის მეშვეობით დავამუშავოთ მოჭრილი ფილის ნაწიბური. ნაწიბურის შალაშინით ფილის ტორსული ზედაპირის ნაწიბურზე ვაკეთებთ 22,5 გრადუსიან კუთხიან ღარს ფილის 2/3 სიღრმეზე. ფილის სიგრძეზე გასაჭრელად შეგვიძლია გამოვიყენოთ განიერი საჭრელი, მოსაჭრელი ფილის განით 630 მმ და ვიწრო საჭრელი მოსაჭრელი ფილის განით 120 მმ.
სამონტაჟო მოწყობილობით კნაოფ ფილები ეჭირება კარკასზე და მაგრდება 25 მმ-იანი სიგრძისა და 3.5 მმ დიამეტრის თვითმჭრელი შურუფების მეშვეობით. სამაგრების ბიჯი არ აღემატება 250 მმ-ს. შურუფები მაგრდება ფილის ცენტრიდან ბოლოებისაკენ ან კუთხიდან მხარეებისაკენ. ფილის ტორსული ნაზოლიანი ზედაპირი უნდა ებჯინებოდეს ჭერს. შურუფები უნდა განლაგდეს ფილის მოჭრილი ნაწიბურიდან არანაკლებ 15 მმ-ის დაშორებით და მუყაოს ნაწიბურიდან არანაკლებ 10 მმ-ის დაშორებით. ორ მომიჯნავე ფილაზე შურუფების ვერტიკალური გადანაცვლება უნდა იყოს არანაკლები 10 მმ-ისა. შურუფები უნდა შედიოდნენ ფილაში მართი კუთხით და აღწევდეს რკინის პროფილს არანაკლებ 10 მმ-ისა. შურუფების თავები უნდა იმალებოდეს ფილის ზედაპირში დაახლოებით 1 მმ-ის სიღრმეზე. დეფორმირებული ან შეცდომით განლაგებული შურუფები უნდა შეიცვალოს ახლებით. ფილების ჰორიზონტალური პირაპირის ადგილებში მაგრდება რკინის პროფილის შესაკრავი. ფილების ტორსულ ზედაპირებზე ვაკეთებთ ნაზოლს. ჰორიზონტალური პირაპირები უნდა გადანაცვლდნენ ერთმანეთის მიმართ არანაკლებ 400 მმ-ისა. კედელზე მიბჯენილი ბოლო ფილა იჭრება ზუსტ ზომაზე. ფილის ნაწიბური უნდა დამუშავდეს საჩორტნის შალაშინის მეშვეობით. ნაწიბურის შალაშინით ვაკეთებთ 22.5 გრადუსიან კუთხიან ღარს ფილის 2/3 სიღრმეზე. შემდგომი შეფითხნისათვის. კარის ღიობს ვაკეთებთ ფილების კარკასზე დამაგრების შემდეგ. თავდაპირველად გასახრეთის საშუალებით ვაკეთებთ ხვრელს. შემდეგ ხერხით ან ხერხუნათი იჭრება ფილის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მხარეები. დარჩენილ გაუხერხავ მხარეზე დანით იჭრება მუყაო და თაბაშირის გულარის ნაწილი. ფილას ვტეხავთ ჩანაჭერის ადგილზე და ვჭრით ფილის მეორე მხარეს. დგარების ხვრელებში ვატარებთ ელექტროგაყვანილობას. კაბელები უნდა გატარდეს მომზადებულ ხვრელებში დგარების პერპენდიკულარულად. დაუშვებელია კაბელების კარკასის დგარების შიგნით გატარება. კნაოფ ფილების ერთი მხრიდან დამონტაჟების შემდეგ ხორციელდება საიზოლაციო მასალის ფილების დაგება, მაგალითად კნაოფ ინსულეიშენის ფილები. მეორე მხრის ფილების დამაგრების დროს მათი პირაპირები არ უნდა ემთხვეოდეს პირველი მხრის პირაპირებს. ჰორიზონტალური პირაპირები უნდა გადანაცვლდეს ვერტიკალურად არანაკლებ 400 მმ-ისა, ხოლო ვერტიკალური პირაპირები ჰორიზონტალურად დგარების ბიჯის მანძილზე. შემდეგ მეორე მხრიდან უნდა გამოიჭრას ფილა კარის ღიობისათვის. მას ვამაგრებთ დგარზე და შესაკრავზე თვითმჭრელი შურუფებით. ფილების პირაპირები არ უნდა იყოს განლაგებული იმ დგარებზე, რომლებზეც იქნება დამაგრებული კარის ჩარჩო. დამონტაჟების დასრულების შემდეგ ხორციელდება პირაპირებისა და შურუფების შესვლის ადგილების შევსება. ღია გულარანი მუყაოს ფილების პირაპირები მობათქაშებამდე დავამუშაოთ კნაოფის ტიფენგრუნდით. პირველ რიგში მზადდება საბათქაშე დუღაბი. ამისთვის მშრალი შენარევი კნაოფ იუნიფლოტი ან კნაოფ ფუგენფლულერი უნდა ჩაიყაროს წყლიან ნავსში. თანაბრად განაწილდეს ზედაპირზე. დაყონდეს 2-3 წუთი. შპატელის მეშვეობით მოურიოთ სქელი ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად. დავატანოთ პირველი ფენა ფილების პირაპირებზე. შეფითხნას ვასრულებთ 150 მმ-იანი სიგანის სახრახნისიანი შპატელით, რაც დამონტაჟების დეფექტების ოპერატიულად შესწორების საშუალებას გვაძლევს. ფითხის გაშრობის შემდეგ 35 მმ-ის სიგრძისა და 3.5 მმ დიამეტრის შურუფების მეშვეობით ვამაგრებთ ფილების მეორე ფენას. სამაგრების ბიჯი არ აღემატება 250 მმ-ს. მეორე მხრის ფილების გამაგრების დროს მათი პირაპირები არ უნდა ემთხვეოდეს პირველი მხრის პირაპირებს. ჰორიზონტალური პირაპირები უნდა გადანაწილდეს ვერტიკალურად არანაკლებ 400 მმ-ისა, ხოლო ვერტიკალური პირაპირები ჰორიზონტალურად დგარების ბიჯის მანძილზე. ტიხრის მეორე მხრის კარის ღიობი სრულდება პირველი ფენის ანალოგიურად.
ფრეზის მეშვეობით იჭრება ხვრელები ელექტროყუთების დასაყენებლად. მეორე მხრის ფილების ნაკერები უნდა დაიფაროს არმირების ლენტით. ამისთვის ფილების პირაპირებზე დავატანოთ ფითხის პირველი ფენა. შეფითხვის ადგილებზე დავადოთ არმირების ზონარი და მასზე გავატაროთ ჩპატელი. არ დაიშვება ზონრის ქვეშიდან ფითხის მოცილება. ზონრის ზედაპირი უნდა იყოს უნაოჭო და ბუშტუკების გარეშე. ფითხის პირველი ფენის გაშრობისას დავატანოთ მეორე გამასწორებელი ფენა. ფითხი უნდა გამომუშავდეს 30 წუთის განმავლობაში. მისი გაშრობის შემდეგ ზედაპირი დავამუშავოთ სახეხით. მუყაოს ზედაპირი ამ დამუშავების დროს არ უნდა დაზიანდეს. შემდგომ მოპირკეთებამდე ტიხრის ზედაპირი დავამუშავოთ კნაუფის ტიფენგრუნდის გრუნტით. მაღალხარისხიანი შეღებისათვის ტიხრის ზედაპირი უნდა იყოს მთლიანად მოფითხუნული. მაგალითად multi-finish ფითხით. გაშრობის შემდეგ ზედაპირი უნდა გაიხეხოს სახეხით და დაიგრუნტოს.